ბოლო წუთამდე ვიცოდი, რომ ერთი ზარი საკმარისი იყო და ყველაფერი შეიცვლებოდა, ამბობს ყოფილი უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსანი, რომლის ხელები 25 წლის შემდეგაც კი წახცახებს. რას იცოდა ეს ადამიანი, რაც ჩვენ არ ვიცით? ამ საღამოს სამი ყოფილი თანამშრომელი, რომლებიც ნუგზარ საჯაიას უშუალო გარემოცვაში იყვნენ, პირველად საუბრობენ იმ სისტემაზე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მართავდა საქართველოს. როდესაც თბილისში ქაოსი სუფევდა, როდესაც ქუჩებში ტყვიები ისროდა და კლანები ერთმანეთს ებრძოდნენ, ერთი ადამიანი ისხდა თავის კაბინეტში და აწევდა ტელეფონის მილას. მხოლოდ ერთი ზარი. არა ბრძანება, არა მუქარა, არა ძალადობა. მხოლოდ ხმა, რომელიც ყველას ესმოდა. რატომ? როგორ შეძლო ერთმა ადამიანმა, რომელსაც არასოდეს ჰქონია ოფიციალური უმაღლესი თანამდებობა, შეენარჩუნებინა წესრიგი იქ, სადაც სახელმწიფო იშლებოდა? რა იყო ის მეთოდი, რომელიც აქცევდა ჩვეულებრივ სატელეფონო საუბარს სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხად? დღეს თქვენ გაიგებთ, როგორ მუშაობდა ის სისტემა, რომელსაც ნუგზარ საჯაია უწოდებდნენ. არა ლეგენდებს, არა ხმებს, არამედ კონკრეტულ ფაქტებს იმ ადამიანებისგან, რომლებიც ყოველდღე ხედავდნენ, როგორ მიიღებოდა გადაწყვეტილებები. როგორ ერთი ზარი აჩერებდა სამხედრო გადატრიალებას. როგორ ერთი შეხვედრა წყვეტდა, ვინ დარჩებოდა ცოცხალი და ვინ გაქრებოდა. როგორ ერთი ადამიანი ინარჩუნებდა ბალანსს იმ ძალებს შორის, რომლებიც ერთმანეთს ანადგურებდნენ. ათიანების დასაწყისში, როდესაც საქართველო ომებში იყო ჩაფლული და ყოველი დღე შეიძლებოდა ყოფილიყო უკანასკნელი, ერთი კაბინეტი რჩებოდა მუდმივად განათებული. მესამე სართული, მთავრობის შენობა, ოთახი ნომერ 350. იქ, სადაც არასოდეს იყო რიგი, არასოდეს იყო ხმაური, მაგრამ ყოველთვის იყო ძალა. ნუგზარ საჯაია არ იყო პრეზიდენტი. არ იყო პრემიერ-მინისტრი. არ იყო თავდაცვის მინისტრი. მაგრამ იყო ის, ვინც აკონტროლებდა ყველას, ვისაც ეს თანამდებობები ეკავა. როდესაც 90-იან წლებში საქართველოში ძალაუფლება იყოფოდა შეიარაღებულ ჯგუფებს შორის, როდესაც ყოველი რეგიონი თითქმის დამოუკიდებელი სამთავრო იყო, როდესაც თბილისში ყოველ კვირას ისროდნენ, ერთი ადამიანი ინარჩუნებდა კონტროლს. არა ჯარით, არა ტანკებით, არა საჯარო გამოსვლებით. არამედ ქსელით, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აშენდა. ქსელით, რომელიც იწყებოდა საბჭოთა კავშირის უშიშროების სტრუქტურებიდან და გადადიოდა დამოუკიდებელი საქართველოს ყველა სასიცოცხლო ორგანოში. ის არასოდეს ამბობდა ორჯერ, იხსენებს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ახლა ცხოვრობს თბილისის გარეუბანში და პირობას დებს, რომ მისი სახელი არ გახდეს ცნობილი. როდესაც ნუგზარ საჯაია გირეკავდა, შენ იცოდი, რომ ეს არ იყო რჩევა. ეს იყო ინსტრუქცია. და თუ არ შეასრულებდი, მეორე ზარი აღარ მოვიდოდა. უბრალოდ მოვიდოდნენ ადამიანები, რომლებიც ახსნიდნენ შენს შეცდომას, მაგრამ ვინ იყო ეს ადამიანი? საიდან მოვიდა ის ძალა, რომელიც აქცევდა მას ჩრდილოვან მმართველად? რატომ სწორედ მას ენდობოდა ედუარდ შევარდნაძე, როდესაც ყველა სხვა ეჭქვეში იდგა? და რა იყო ის ფასი, რომელიც საჯაიამ გადაიხადა იმისთვის, რომ ყოფილიყო ის, ვინც ყველაფერს იცოდა, მაგრამ არასოდეს ჩანდა? 995 წლის იანვარი. თბილისი. მთავრობის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობა. შეიარაღებული ჯგუფი, რომელსაც კავშირი აქვს ერთ-ერთ ოპოზიციურ ფრაქციასთან, გეგმავს შევარდნაძის მოკლას. ოპერაცია უნდა განხორციელდეს გამთენიისას, როდესაც დაცვა ყველაზე სუსტია. მაგრამ ღამის 2 საათზე, ზუსტად 3 საათით ადრე, ამ ჯგუფის ხელმძღვანელს ურეკავენ. ტელეფონის მეორე ბოლოში ხმა, რომელიც არ იჩქარის, არ ყვირის, არ ემუქრება. მე ვიცი, სად ხარ. ვიცი, რამდენი ადამიანი გყავს. ვიცი, რა გეგმა გაქვს. ახლა გაქვს 2 არჩევანი. პირველი, შენ აგრძელებდა ხვალ შენი ოჯახი ვეღარ იპოვის შენს სხეულს. მეორე, შენ აჩერებ ყველაფერს, დილამდე ტოვებ ქალაქს და აღარასოდეს ბრუნდები. გაქვს 5 წუთი, 4 წუთისა და 50 წამის შემდეგ ჯგუფი იშლება. ხელმძღვანელი ქრება. თავდასხმა არ ხდება. შევარდნაძე მეორე დღეს კი არ იცის, რომ სიკვდილს გადაურჩა? მაგრამ ნუგზარ საჯაია იცის. და იციან ის 12 ადამიანი, რომლებიც იმ ღამეს მუშაობდნენ მის ბრძანებით. ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა. ეს იყო სისტემა. სისტემა, რომელიც მუშაობდა 24 საათი, 7 დღე კვირაში, 10 წლის განმავლობაში. სისტემა, რომელსაც ჰქონდა თვალები ყველგან, სამინისტროებში, სპეცსამსახურებში, კრიმინალურ სამყაროში, ოპოზიციაში, თუნდაც უცხოური დაზვერვის სტრუქტურებში. სისტემა, რომლის ცენტრში იდგა ერთი ადამიანი ტელეფონით. ის იცოდა ყველაფერი, ამბობს კიდევ ერთი წყარო, ყოფილი სამინისტროს თანამშრომელი.
როდესაც შენ ჯერ კიდევ ფიქრობდი რაღაცაზე, ის უკვე იცოდა, რა სიტყოდი. როდესაც შენ გეგმავდი რაღაცას, ის უკვე იცოდა, როგორ შეაჩერებდა. არა იმიტომ, რომ გქონდა მაგიური ძალა. არამედ იმიტომ, რომ გქონდა ინფორმაცია. და ინფორმაცია იყო ის იარაღი, რომელიც ძლიერი იყო ნებისმიერ ტანკზე, მაგრამ როგორ აშენდა ეს სისტემა? საიდან მოვიდა ის ადამიანები, რომლებიც ემსახურებოდნენ საჯაიას? რატომ სწორედ მას ენდობოდნენ იმ ხალხს, რომლებიც ჩვეულებრივ არავის არ ენდობოდნენ? და რა იყო ის წესები, რომლებიც აქცევდა ამ ქსელს მძლავრ ინსტრუმენტად? პასუხი იწყება ბევრად ადრე. იწყება იქ, სადაც ნუგზარ საჯაია ჯერ კიდევ ახალგაზრდა ოფიცერი იყო საბჭოთა სისტემაში. იწყება იმ დროს, როდესაც ის სწავლობდა არა მხოლოდ როგორ შეენარჩუნებინა წესრიგი, არამედ როგორ გაეგო ადამიანების ფსიქოლოგია. როგორ იპოვო ის ნაპრალი, რომელიც აქცევს ძლიერ ადამიანს მართვადად. როგორ ააშენო ქსელი, რომელიც გადარჩება ნებისმიერ პოლიტიკურ ქარიშხალს. 978 წელი. საჯაია მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ის არ არის უმაღლესი ჩინოვნიკი, მაგრამ უკვე იცის, როგორ მუშაობს სისტემა. იცის, ვინ ვის ენდობა, ვინ ვის ეშინია, ვინ ვის უნდა. და ყველაზე მთავარი, იცის, როგორ შეინახო ინფორმაცია. არა ქაღალდზე, რომელიც შეიძლება დაიცვას. არა კომპიუტერში, რომელიც შეიძლება გატეხონ. არამედ ადამიანებში, რომლებიც ვალდებული არიან შენდამი. ის ქმნიდა ვალდებულებებს, ხსნის ყოფილი კოლეგა. როდესაც ვიღაცას პრობლემა ჰქონდა, ოჯახური, სამსახურებრივი, კრიმინალური, საჯაია ეხმარებოდა. არა საჯაროდ, არა ხმაურით, არამედ ეფექტურად. და ეს ადამიანი იცოდა, რომ ახლა ვალი აქვს. არა ფულადი ვალი. ლოიალობის ვალი. და ეს ვალი ერთხელ აუცილებლად უნდა დაფარულიყო, ასე, წლიდან წლამდე, საჯაია აგროვებდა ადამიანებს. არა ჯარს, არა პარტიას, არამედ ქსელს. ქსელს, რომელშიც ყოველი კვანძი იცოდა მხოლოდ საკუთარ როლს და არასოდეს ხედავდა მთლიან სურათს. ქსელს, რომელშიც ინფორმაცია მოძრაობდა მხოლოდ ერთი მიმართულებით, ზევით, საჯაიასკენ. ქსელს, რომელიც იყო უხილავი, მაგრამ ყველგან იყო. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველო გახდა დამოუკიდებელი, ბევრმა დაკარგა ძალა. ძველი სტრუქტურები იშლებოდა, ახალი ჯერ არ იყო შექმნილი. ქაოსი იყო. მაგრამ საჯაიას ქსელი არ დაიშალა. პირიქით, გაძლიერდა. რადგან ახლა, როდესაც ოფიციალური სახელმწიფო სუსტი იყო, არაოფიციალური კავშირები გახდა ერთადერთი რეალური ძალა. 992 წელი. ედუარდ შევარდნაძე ბრუნდება საქართველოში. ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზეა. აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, აჯარა, ყველგან კონფლიქტები. თბილისში ძალაუფლება იყოფა შეიარაღებულ ჯგუფებს შორის. შევარდნაძეს სჭირდება ადამიანი, რომელსაც შეუძლია მართოს ეს ქაოსი. არა პოლიტიკოსი, რომელიც საუბრობს. არამედ ოპერატიული ადამიანი, რომელიც მოქმედებს. და ის პოულობს ნუგზარ საჯაიას. პირველი შეხვედრა იყო ძალიან მოკლე, იხსენებს ადამიანი, რომელიც იმ დროს მუშაობდა შევარდნაძის ადმინისტრაციაში. შევარდნაძემ ჰკითხა, შენ შეგიძლია შეინარჩუნო წესრიგი? საჯაიამ უპასუხა, შემიძლია, მაგრამ არა ყველას მოეწონება ჩემი მეთოდები. შევარდნაძემ თქვა, მე არ მაინტერესებს, ვის რა მოეწონება. მაინტერესებს, რომ ქვეყანა არ დაიშალოს. საჯაიამ თქვა, მაშინ მე ვიმუშავებ და დაიწყო მუშაობა. მაგრამ არა ისეთი, როგორც ყველა ელოდა. საჯაია არ გახდა მინისტრი. არ გახდა საჯარო ფიგურა. არ გამოდიოდა ტელევიზიაში, არ აძლევდა ინტერვიუებს, არ ესწრებოდა ოფიციალურ ღონისძიებებს. ის რჩებოდა ჩრდილში. მაგრამ ეს ჩრდილი იყო ის ადგილი, საიდანაც მართავდა. ის ქმნიდა პარალელურ სტრუქტურას, ხსნის ყოფილი უშიშროების თანამშრომელი. ოფიციალურად არსებობდა მინისტრების, სამსახურები, დეპარტამენტები. მაგრამ რეალურად, როდესაც სერიოზული საკითხი იყო, გადაწყვეტილება მიიღებოდა არა სამინისტროში, არამედ საჯაიას კაბინეტში. და შემდეგ ეს გადაწყვეტილება ფორმდებოდა როგორც ოფიციალური ბრძანება, რატომ მუშაობდა ეს სისტემა? რატომ ეთანხმებოდნენ ადამიანები, რომ მათზე უფრო ძლიერი იყო ვიღაც, ვისაც არ ჰქონდა ოფიციალური თანამდებობა? რა იყო ის მექანიზმი, რომელიც აქცევდა საჯაიას სიტყვას კანონად? პასუხი მარტივია და რთულია ერთდროულად. საჯაია აკონტროლებდა სამ რამეს: ინფორმაციას, რესურსებს და ძალას. ინფორმაცია, ის იცოდა ყველაფერი ყველაზე.
რესურსები, მას შეეძლო მიეღო ფული, იარაღი, ადამიანები, როდესაც სჭირდებოდა. ძალა, მას ჰქონდა უშუალო კავშირი სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებთან, რომლებიც ასრულებდნენ ბრძანებებს. მაგრამ ყველაზე მთავარი იყო ის, რომ საჯაია არასოდეს იყენებდა ძალას პირველ რიგში. ის იყენებდა ინფორმაციას. როდესაც ვიღაც იწყებდა პრობლემის შექმნას, საჯაია არ გზავნიდა ჯარს. ის უბრალოდ უძახდა ამ ადამიანს და ესაუბრებოდა. და ამ საუბრის შემდეგ პრობლემა ქრებოდა. ის იცოდა შენი სისუსტეები, ამბობს ყოფილი ოპოზიციონერი, რომელიც რამდენჯერმე ჰქონდა კონფლიქტი საჯაიასთან. არა იმიტომ, რომ გაშპიონებდა. არამედ იმიტომ, რომ სწავლობდა. ის იცოდა, ვის რა აინტერესებდა, ვის რა ეშინოდა, ვის რა უნდოდა. და როდესაც საჭირო იყო, ის იყენებდა ამ ცოდნას. არა. სასტიკად, არამედ ეფექტურად, 995 წელი. ერთ-ერთი რეგიონის ხელმძღვანელი, რომელსაც აქვს საკუთარი შეიარაღებული ჯგუფი, აცხადებს, რომ აღარ ემორჩილება თბილისს. ის აკონტროლებს საბაჟო პუნქტებს, აკრებს საკუთარ გადასახადებს, ქმნის დე-ფაქტო დამოუკიდებელ ტერიტორიას. მთავრობა უძლურია. ჯარი არ არის საკმარისი. ომი კი გამოიწვევს კიდევ უფრო დიდ ქაოსს. საჯაია არ გზავნის ჯარს. ის უბრალოდ ურეკავს ამ ხელმძღვანელს. საუბარი გრძელდება 30 წუთი. არავინ იცის, რა ითქვა. მაგრამ 2 დღის შემდეგ ეს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აღიარებს ცენტრალურ ხელისუფლებას. საბაჟო პუნქტები გადაეცემა სახელმწიფოს. შეიარაღებული ჯგუფი იშლება. რა მოხდა იმ ზარზე? რა თქვა საჯაიამ, რომ შეცვალა ყველაფერი? და რატომ არავინ არასოდეს გაიგო ამ საუბრის შინაარსი? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ რეგიონალური ლიდერი, რომელსაც აქვს 200 შეიარაღებული ადამიანი, კონტროლი საზღვრის გადასასვლელზე და ყოველთვიური შემოსავალი, რომელიც აღემატება მთავრობის ბიუჯეტს. თქვენ გრძნობთ თავს ძლიერად. გრძნობთ, რომ თბილისი ვერაფერს გიშველით. და მაშინ გირეკავენ. ხმა მეორე ბოლოში არ არის აგრესიული, არ არის ემოციური. პირიქით, თითქმის მეგობრული. მე ვიცი, რომ შენი ძმა ცხოვრობს მოსკოვში და აქვს ბიზნესი. ვიცი, რომ შენი უფროსი ვაჟი სწავლობს კიევში. ვიცი, რომ შენი ფული ინახება 3 ბანკში, 1 თბილისში, 2 ევროპაში. ვიცი ანგარიშების ნომრებს, პაუზა. ახლა მე არ მინდა, რომ ეს ინფორმაცია გახდეს საჯარო. არ მინდა, რომ შენი ოჯახი ჩაერთოს პოლიტიკურ თამაშებში. არ მინდა, რომ შენი ბიზნესი შეჩერდეს. მაგრამ თუ შენ აგრძელებ ამ გზას, მე ვერ დაგპირდები, რომ შევძლებ შენი ინტერესების დაცვას. კიდევ ერთი პაუზა. გაქვს 48 საათი, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. ეს არ იყო მუქარა. ეს იყო რეალობის ახსნა. და ყველა, ვინც მიიღო ასეთი ზარი, იცოდა, რომ საჯაია არასოდეს ბლეფავდა. თუ ის ამბობდა, რომ იცოდა რაღაც, ნამდვილად იცოდა. თუ ის ამბობდა, რომ მოხდებოდა რაღაც, ნამდვილად მოხდებოდა. არა იმიტომ, რომ ის თვითონ აკეთებდა, არამედ იმიტომ, რომ მისი სისტემა მუშაობდა ავტომატურად. ის არასოდეს ამბობდა, მე გაგიკეთებ, ხსნის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც 10 წლეულზე მეტი იყო საჯაიას გუნდში. ის ამბობდა, მოხდება. ეს იყო განსხვავება. ის არ იყო პირადი. ის იყო სისტემური. შენ არ იბრძოდი ერთ ადამიანთან. შენ იბრძოდი მთელ სტრუქტურასთან, რომელიც მუშაობდა როგორც საათის მექანიზმი, მაგრამ როგორ მუშაობდა ეს მექანიზმი? ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც აგროვებდნენ ინფორმაციას? როგორ ხდებოდა, რომ საჯაია იცოდა ყველაფერი, ბანკის ანგარიშებიდან დაწყებული ოჯახურ საიდუმლოებებამდე? და რატომ არავინ არასოდეს გაჟონა ეს ინფორმაცია? პასუხი იყო მარტივი, ვერტიკალური სტრუქტურა და აბსოლუტური კონფიდენციალურობა. საჯაიას ქსელი იყო აგებული ისე, რომ ყოველი ადამიანი იცოდა მხოლოდ საკუთარი ამოცანა. ვიღაც აგროვებდა ინფორმაციას ბანკებში. ვიღაც საბაჟოზე. ვიღაც სასტუმროებში. ვიღაც სამედიცინო დაწესებულებებში. მაგრამ არავინ იცოდა, ვის რა აგროვებდა. ყველა ინფორმაცია მიდიოდა ერთ ცენტრში, საჯაიას კაბინეტში. და იქ ის აწყობდა მოზაიკას. ის ინახავდა ყველაფერს თავში, ამბობს კიდევ ერთი წყარო. არა ქაღალდზე, არა კომპიუტერში. თავში. მას ჰქონდა უნიკალური მეხსიერება. შეეძლო გაეხსენებინა საუბარი, რომელიც 5 წლის წინ გაიმართა. შეეძლო დაესახელებინა თარიღები, ადგილები, ადამიანები.
და ეს აქცევდა მას ცოცხალ არქივად, რომელსაც არავინ ვერ გატეხდა. 996 წელი. თბილისში ხდება მცდელობა შევარდნაძის მოკლისა. მანქანის კორტეჟზე ტერაქტი. პრეზიდენტი გადარჩება, მაგრამ რამდენიმე დაცვის თანამშრომელი იღუპება. ქვეყანა შოკშია. ყველა ეძებს პასუხს, ვინ იდგა ამ ტერაქტის უკან. საჯაია არ ელოდება ოფიციალურ გამოძიებას. ის იწყებს საკუთარ ოპერაციას. 44 საათის განმავლობაში მისი ადამიანები ამოწმებენ ყველა კავშირს. ბანკის ტრანზაქციები, სატელეფონო ზარები, მოწმეთა ჩვენებების საიდუმლო შეხვედრები. ინფორმაცია მოდის ყველა მხრიდან. და საჯაია აწყობს სურათს. არა სრულს, მაგრამ საკმარისს, რომ გაიგოს, ეს არ იყო ერთი ჯგუფის ოპერაცია. ეს იყო კოორდინირებული მოქმედება რამდენიმე ძალას შორის, რომლებსაც სურდათ შევარდნაძის მოცილება. ის იცოდა, რომ თუ საჯაროდ დაასახელებდა ყველა მონაწილეს, დაიწყებოდა სისხლიანი ანგარიშწორება, იხსენებს ყოფილი გამომძიებელი. ქვეყანა კიდევ უფრო ღრმა ქაოსში ჩავარდებოდა. ამიტომ საჯაიამ მოიქცა სხვაგვარად. მან იპოვა ძირითადი ორგანიზატორები და მათ შესთავაზა არჩევანი, ან საჯარო სასამართლოს, სადაც ყველაფერი გახდებოდა ცნობილი, ან ჩუმი გაქრობა. 2 კვირის შემდეგ 3 ადამიანი ტოვებს საქართველოს. ერთი მიდის რუსეთში, ერთი თურქეთში, ერთი უკრაინაში. ოფიციალურად პირადი მიზეზების გამო. რეალურად საჯაიას შეთანხმების შედეგად. ისინი ინარჩუნებენ სიცოცხლეს და თავისუფლებას, მაგრამ კარგავენ ძალაუფლებას და აღარასოდეს ბრუნდებიან საქართველოში. ტერაქტის თემა ნელ-ნელა ქრება ინფორმაციული ველიდან. ახალი კრიზისები იკავებს ყურადღებას. მაგრამ საჯაია არ ივიწყებს. ის აგრძელებს ინფორმაციის შეგროვებას. ის იცის, რომ ეს ადამიანები შეიძლება კვლავ სცადონ რაღაც. ამიტომ ის ინარჩუნებს კონტროლს მათ ფინანსურ ნაკადებზე, მათ კავშირებზე, მათ მოძრაობაზე. და როდესაც ერთ-ერთი მათგანი ცდილობს დაბრუნებას საქართველოში 998 წელს, საჯაია უბრალოდ უძახის და ეუბნება, თუ შენი ფეხი შეეხება ქართულ მიწას, შენი ოჯახი გაიგებს ყველაფერს, რაც შენ გააკეთე, ადამიანი არ ბრუნდება. ეს იყო საჯაიას მეთოდი, არა განადგურება, არამედ კონტროლი. არა სასტიკი შურისძიება, არამედ გრძელვადიანი მართვა. ის არ აძლევდა მტრებს მარტვილობის შანსს. ის აქცევდა მათ კონტროლირებად ფიგურებად, რომლებიც ცხოვრობდნენ, მაგრამ ვეღარასოდეს იქნებოდნენ საფრთხე. ის თამაშობდა გრძელ თამაშს, ხსნის პოლიტიკური ანალიტიკოსი, რომელიც იმ წლებში აკვირდებოდა საქართველოს მოვლენებს. სხვები ფიქრობდნენ დღეს, ხვალზე. საჯაია ფიქრობდა წლებზე. ის არ აინტერესებდა მოკლევადიანი გამარჯვება. მას სურდა სტაბილურობა. და სტაბილურობისთვის საჭირო იყო არა მტრების განადგურება, არამედ მათი ნეიტრალიზება, მაგრამ როგორ ინარჩუნებდა საჯაია ბალანსს? როგორ მართავდა ის სხვადასხვა ჯგუფებს, რომლებიც ერთმანეთს ებრძოდნენ? როგორ აძლევდა ყველას იმის შეგრძნებას, რომ მათი ინტერესები დაცული იყო, მაშინ როცა რეალურად ის ემსახურებოდა მხოლოდ ერთ მიზანს, სახელმწიფოს შენარჩუნებას? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უნდა შეინარჩუნოთ წესრიგი ქვეყანაში, სადაც არის 10-ზე მეტი ძლიერი ჯგუფი, რომელთაგან თითოეულს აქვს საკუთარი ინტერესები, საკუთარი იარაღი და საკუთარი ამბიციები. ერთი ჯგუფი აკონტროლებს ენერგეტიკას, მეორე საბაჟოს, მესამე სატრანსპორტო მაგისტრალებს. ყველა მათგანი მზადაა ომისთვის, თუ მათი ინტერესები ზიანდება. როგორ შეინარჩუნებთ მშვიდობას? როგორ აიძულებთ მათ თანამშრომლობისკენ? საჯაიას მეთოდი იყო მარტივი პრინციპით, არავის მისცე ყველაფერი, მაგრამ ყველას მისცე რაღაც. ის არ ცდილობდა განადგურებულიყო ძლიერი ჯგუფები. პირიქით, ის აღიარებდა მათ არსებობას და აძლევდა მათ ლეგიტიმურობას. მაგრამ ამავდროულად ის აკონტროლებდა, რომ არც ერთი მათგანი არ გახდებოდა ძალიან ძლიერი. ის იყენებდა პრინციპს გაყავი და იბატონე, ამბობს ყოფილი პოლიტიკური მრჩეველი. მაგრამ არა პრიმიტიულად. ის არ აპირისპირებდა ჯგუფებს ერთმანეთის წინააღმდეგ. ის უბრალოდ აძლევდა თითოეულს იმის შეგრძნებას, რომ მათი წარმატება დამოკიდებული იყო მასზე. თუ შენ გჭირდებოდა ლიცენზია, საჯაია დაგეხმარებოდა. თუ გჭირდებოდა დაცვა კონკურენტებისგან, საჯაია დაგიცავდა. მაგრამ ამის სანაცვლოდ შენ უნდა ემორჩილებოდი წესებს, და წესები იყო მკაფიო, არა ძალადობა საჯარო სივრცეში. არა კონფლიქტები, რომლებიც იწვევს ყურადღებას. არა მცდელობები სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლად კონტროლისა. შეგიძლია აკეთო ბიზნესი, შეგიძლია გქონდეს გავლენა, შეგიძლია გამდიდრდე. მაგრამ არ უნდა შექმნა საფრთხე სისტემისთვის.
998 წელი. ორი ძლიერი ბიზნეს ჯგუფი ებრძვის კონტროლისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ ობიექტზე. კონფლიქტი იზრდება. იწყება მუქარები, შემდეგ პირველი შეტაკებები. თბილისის ქუჩებში ჩნდება შეიარაღებული ადამიანები. სიტუაცია მიდის ესკალაციისკენ. მთავრობა უძლურია, ორივე ჯგუფს აქვს კავშირები უმაღლეს ეშელონებში. საჯაია არ ელოდება, რომ სიტუაცია გამოვიდეს კონტროლიდან. ის იწვევს ორივე ჯგუფის ლიდერს. არა ერთად, არამედ ცალ-ცალკე. პირველს ეუბნება, მე ვიცი, რომ შენ მართალი ხარ ამ დავაში. მაგრამ თუ ეს კონფლიქტი გაგრძელდება, დაზარალდება არა მხოლოდ შენი მეტოქე, არამედ შენც. რადგან ყურადღება მოექცევა შენს ყველა ბიზნესს. და მე ვერ დაგპირდები, რომ შევძლებ ამ ყურადღების მართვას, მეორეს ეუბნება იგივეს. ორივე იღებს ერთსა და იმავე შეტყობინებას, თქვენი ომი დაგიჯდებათ ძალიან ძვირად. შემდეგ საჯაიას თავაზობს გადაწყვეტას, ობიექტი გადაეცემა მესამე, ნეიტრალურ მხარეს, რომელიც გადაიხდის კომპენსაციას ორივე ჯგუფს. ეს მესამე მხარე არის სტრუქტურა, რომელსაც აკონტროლებს თვითონ საჯაია. ორივე ჯგუფი ეთანხმება. კონფლიქტი წყდება. ობიექტი რჩება სახელმწიფო კონტროლის ქვეშ. და ორივე ლიდერი იცის, რომ ახლა ისინი ვალდებული არიან საჯაიას. ეს იყო გენიალური, აღიარებს ერთ-ერთი იმ ლიდერთაგანი, რომელიც ახლა ცხოვრობს საზღვარგარეთ და თანახმა ანონიმურად ისაუბროს. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ვებრძოდით ერთმანეთს. მაგრამ რეალურად საჯაია გვიყენებდა, რომ გაეძლიერებინა საკუთარი პოზიცია. და ჩვენ ვერც კი გავიგეთ ეს, სანამ ყველაფერი არ დასრულდა, მაგრამ საჯაია არ იყენებდა მხოლოდ манипуляციას. ის იყენებდა აგრეთვე პირდაპირ დახმარებას. როდესაც ვიღაც რეალურად საჭიროებდა მხარდაჭერას, არა პოლიტიკური თამაშებისთვის, არამედ რეალური პრობლემების გადასაჭრელად საჯაია ეხმარებოდა. ეს ქმნიდა ლოიალობას, რომელიც იყო ძლიერი ყოველგვარ შიშზე. ერთხელ ჩემს ოჯახს ჰქონდა სერიოზული პრობლემა, იხსენებს ყოფილი რეგიონალური ხელმძღვანელი. ჩემი ვაჟი დააკავეს ყაჩაღობის ბრალდებით. ბრალდება იყო ყალბი, მაგრამ მტკიცებულებები იყო შედგენილი. მე ვიცოდი, რომ ეს იყო ჩემი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების საქმე. მივედი საჯაიასთან. არ ვთხოვე, არ ვევედრე. უბრალოდ ავუხსენი სიტუაცია. მან მომისმინა, არაფერი არ უთქვამს. 2 დღის შემდეგ ჩემი ვაჟი გათავისუფლდა. მტკიცებულებები აღმოჩნდა ყალბი. საქმე დაიხურა. საჯაიამ არასოდეს არ მომთხოვა ამის სანაცვლოდ არაფერი. მაგრამ მე ვიცოდი, რომ ახლა მე ვალდებული ვიყავი, ეს იყო საჯაიას ძალა, ის ქმნიდა ვალდებულებებს, რომლებიც არ იყო ფორმალური, მაგრამ იყო აბსოლუტური. ადამიანები იცოდნენ, რომ თუ საჯაია დაეხმარა მათ, ისინი უნდა დაეხმარონ მას, როდესაც მას სჭირდებოდა. და ეს არ იყო შიში. ეს იყო პატივისცემა და მადლიერება. მაგრამ როგორ მართავდა საჯაია იმ ადამიანებს, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ? რა ხდებოდა, როდესაც ვიღაც უარს ამბობდა მის წესებზე? როგორ რეაგირებდა სისტემა, როდესაც ვიღაც ცდილობდა მის დამოუკიდებლად მოქმედებას? 999 წელი. ერთ-ერთი ახალი ბიზნესმენი, რომელსაც აქვს კავშირები მოსკოვში და დიდი ამბიციები თბილისში, იწყებს საკუთარი იმპერიის შენებას. ის ყიდულობს კომპანიებს, აკონტროლებს ნავთობპროდუქტების იმპორტს, ქმნის საკუთარ უსაფრთხოების სამსახურს. ის არ ითხოვს ნებართვას საჯაიასგან. ის თვლის, რომ მისი მოსკოვური კავშირები საკმარისია. პირველი 6 თვე ყველაფერი კარგად მიდის. ბიზნესი იზრდება, გავლენა ფართოვდება. ბიზნესმენი იწყებს პოლიტიკურ აქტივობას, აფინანსებს ოპოზიციურ მედიას, ხვდება პოლიტიკოსებს, საუბრობს რეფორმებზე. ის თვლის, რომ ახლა ის არის ახალი ძალა საქართველოში. მაგრამ შემდეგ იწყება პატარა პრობლემები. პირველი, საბაჟოზე ყოველთვის ჩერდება მისი ტვირთები. არა დიდხანს, მხოლოდ რამდენიმე საათით. მაგრამ ეს იწვევს დაგვიანებებს და ფინანსურ ზარალს. მეორე, მისი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იწყებენ პატარა ინციდენტებს პოლიციასთან. არაფერი სერიოზული, მხოლოდ შემოწმებები და კითხვები. მესამე, მისი ბანკის ანგარიშები ხდება საგადასახადო ინსპექციის ინტერესის ობიექტი. ბიზნესმენი გულისხმობს, რომ ეს არ არის შემთხვევითობა. ის ცდილობს გაარკვიოს, ვინ დგას ამის უკან. მაგრამ ვერავინ ეუბნება პირდაპირ. ყველა ამბობს, ეს არის სტანდარტული პროცედურა, ის ცდილობს გამოიყენოს თავისი მოსკოვური კავშირები. მაგრამ მოსკოვიდან ეუბნებიან, ეს არის შენი ადგილობრივი პრობლემა.
გადაჭერი თვითონ 2 თვის შემდეგ ბიზნესმენი იღებს ზარს. ხმა მეორე ბოლოში არის მშვიდი და ოფიციალური. ბატონო, თქვენ გაქვთ შეხვედრა ხვალ მე-10 საათზე. მისამართი მოგეწოდებათ დილით, ბიზნესმენი კითხულობს, ვისთან, პასუხი, ნუ გზარ საჯაიასთან, მეორე დღეს ბიზნესმენი მიდის შეხვედრაზე. კაბინეტი არის მთავრობის შენობაში, მაგრამ არა მთავარ სართულზე. ოთახი არის მარტივი, მაგი და რამდენიმე სკამი, არანაირი ფუფუნება. საჯაია ხვდება მას მშვიდად, სთავაზობს ჩაის, იწყებს საუბარს ზოგად თემებზე, ბიზნესი, ეკონომიკა, საქართველოს მომავალი. შემდეგ საჯაია ეუბნება, მე მესმის, რომ თქვენ გაქვთ ამბიციები. ეს კარგია. საქართველოს სჭირდება ამბიციური ადამიანები. მაგრამ ამბიციები უნდა იყოს რეალისტური. თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი მოსკოვური კავშირები გაძლევთ დამოუკიდებლობას. მაგრამ თქვენ ცხოვრობთ თბილისში. და თბილისში მუშაობს გარკვეული წესები, პაუზა. მე არ მინდა, რომ თქვენ გქონდეთ პრობლემები. მაგრამ თქვენ უნდა გაიგოთ, რომ თქვენი წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ითამაშებთ, ბიზნესმენი ცდილობს დაიცვას თავისი პოზიცია. ის საუბრობს თავისუფალ ბაზარზე, კონკურენციაზე, დემოკრატიაზე. საჯაია უსმენს მშვიდად. შემდეგ ეუბნება, ყველაფერი ეს არის სწორი. მაგრამ თქვენ ცხოვრობთ არა თეორიაში, არამედ რეალობაში. და რეალობაში, თუ თქვენ გინდათ, რომ თქვენი ბიზნესი გაგრძელდეს, თქვენ უნდა იყოთ ნაწილი სისტემისა, არა მისი მოწინააღმდეგე. შეხვედრა გრძელდება 2 საათს. ბოლოს საჯაია სთავაზობს კომპრომისს. ბიზნესმენს შეუძლია გააგრძელოს თავისი საქმიანობა, მაგრამ უნდა შეწყვიტოს პოლიტიკური აქტივობა და უნდა კოორდინაცია გაუწიოს თავისი ძირითადი ნაბიჯები. სანაცვლოდ მას არ ექნება პრობლემები საბაჟოზე, გადასახადებში, უსაფრთხოებაში. ბიზნესმენი ტოვებს შეხვედრას და ფიქრობს 2 დღე. შემდეგ ის იღებს გადაწყვეტილებას, ის ეთანხმება. პოლიტიკური აქტივობა წყდება. ოპოზიციური მედიის დაფინანსება ჩერდება. ბიზნესი გრძელდება, მაგრამ ახლა სისტემის ფარგლებში. მე გავიგე, რომ საქართველოში არ შეიძლება იყო დიდი ბიზნესმენი და არ იყო ნაწილი სისტემისა, ამბობს ეს ბიზნესმენი, რომელიც ახლა ცხოვრობს ევროპაში და თანახმა ანონიმურად ისაუბროს. საჯაია არ იყო ტირანი. ის იყო მენეჯერი. ის მართავდა ქვეყანას როგორც კორპორაციას. და თუ შენ გინდოდა, რომ ყოფილიყავი ნაწილი ამ კორპორაციისა, უნდა მიგეღო მისი წესები, მაგრამ რა ხდებოდა, როდესაც ვიღაც არ იღებდა ამ წესებს? როდესაც ვიღაც აგრძელებდა წინააღმდეგობას? როგორ რეაგირებდა სისტემა, როდესაც დიპლომატია არ მუშაობდა? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც სთავაზეს კომპრომისი, მაგრამ თქვენ უარი თქვით. თქვენ გჯეროდათ, რომ თქვენი კავშირები საკმარისად ძლიერია, რომ გაუძლოთ ზეწოლას. თქვენ გჯეროდათ, რომ საჯაიას სისტემა არ იყო ისეთი ყოვლისმომცველი, როგორც ამბობდნენ. თქვენ გადაწყვიტეთ, რომ გააგრძელოთ თქვენი გზა. და მაშინ დაიწყო რაღაც, რაც თქვენ არასოდეს წარმოგიდგენიათ. არა ძალადობა, არა პირდაპირი თავდასხმა, არამედ რაღაც უფრო ეფექტური სისტემური იზოლაცია. 2000 წლის დასაწყისი. ერთი ყოფილი სამხედრო, რომელსაც აქვს საკუთარი უსაფრთხოების კომპანია და ძლიერი კავშირები რეგიონებში, უარს ამბობს საჯაიას შეთავაზებაზე. ის თვლის, რომ მისი ადამიანები, მისი იარაღი და მისი რეპუტაცია საკმარისია. ის აგრძელებს საკუთარი ბიზნესის გაფართოებას და იწყებს კონფლიქტს სხვა სტრუქტურებთან, რომლებიც აკონტროლებს იმავე ტერიტორიებს. პირველი კვირა, არაფერი ხდება. მეორე კვირა, მისი კომპანიის 2 თანამშრომელი აკავებენ უკანონო იარაღის ტარებისთვის. მესამე კვირა, მისი ოფისი გადის საგადასახადო შემოწმებას, რომელიც გრძელდება 2 კვირა და ბლოკავს ყველა ოპერაციას. მეოთხე კვირა, მისი ძირითადი კლიენტები იწყებენ კონტრაქტების გაუქმებას. არა იმიტომ, რომ უკმაყოფილები არიან სერვისით, არამედ იმიტომ, რომ ვიღაც ურჩევს მათ, რომ ეს არ არის უსაფრთხო თანამშრომლობა. ეს იყო როგორც ნელი დახრჩობა, იხსენებს ამ ადამიანის ყოფილი პარტნიორი. ყოველი დღე რაღაც ახალი პრობლემა. არასოდეს რაღაც კატასტროფული, მაგრამ ყოველთვის საკმარისი, რომ შეგეშალა. და ყველაზე საშინელი იყო ის, რომ ვერ იპოვიდი, ვის უნდა დაეჩივლე. ყველა ამბობდა, ეს არის კანონიერი პროცედურა. მაგრამ ყველა მიცოდა, რა ხდებოდა რეალურად. 2 თვის შემდეგ ეს ყოფილი სამხედრო იღებს მეორე ზარს საჯაიასგან. ამჯერად საუბარი არის უფრო მოკლე. მე გთავაზობდი თანამშრომლობას. თქვენ უარი თქვით. ახლა თქვენ ხედავთ, რა ხდება, როდესაც ადამიანი ცდილობს მუშაობას სისტემის გარეშე. მე კვლავ მზად ვარ ვისაუბრო. მაგრამ ახლა პირობები იქნება სხვა. პაუზა.
თქვენ გაქვთ 44 საათი, ამჯერად ყოფილი სამხედრო ეთანხმება. მაგრამ ახლა ის კარგავს თავის დამოუკიდებლობას. მისი კომპანია ხდება ნაწილი უფრო დიდი სტრუქტურისა, რომელსაც აკონტროლებს საჯაიას ადამიანები. ის ინარჩუნებს თავის პოზიციას, მაგრამ ახლა ის მუშაობს არა საკუთარი თავისთვის, არამედ სისტემისთვის. საჯაია არასოდეს ანადგურებდა ადამიანებს, ხსნის ყოფილი სპეცსამსახურის ოფიცერი. ის აქცევდა მათ თავის ინსტრუმენტებად. ის იყენებდა მათ ძალას, მათ კავშირებს, მათ გამოცდილებას. მაგრამ ყოველთვის ისე, რომ საბოლოო კონტროლი რჩებოდა მასთან, ეს იყო საჯაიას გენიალურობა, ის არ ქმნიდა მტრებს, ის ქმნიდა მოკავშირეებს. თუნდაც იძულებითს. და ეს მოკავშირეები, როდესაც ერთხელ შედიოდნენ სისტემაში, ვეღარასოდეს გამოდიოდნენ. რადგან ისინი იცოდნენ ძალიან ბევრი. იცოდნენ, როგორ მუშაობდა სისტემა, ვინ იყო მასში, რა იყო მისი სისუსტეები. და ეს ცოდნა აქცევდა მათ მუდმივ მონაწილეებად. მაგრამ როგორ ინარჩუნებდა საჯაია კონტროლს იმ ადამიანებზე, რომლებიც უკვე იყვნენ სისტემაში? როგორ უზრუნველყოფდა, რომ ისინი არ გაღალატებდნენ? რა იყო ის მექანიზმი, რომელიც აქცევდა ლოიალობას არა არჩევანად, არამედ აუცილებლობად? 2013 წელი. საჯაიას კაბინეტში ინახება სპეციალური სეიფი. არა დიდი, მაგრამ ძალიან უსაფრთხო. ამ სეიფში არის დოკუმენტები, რომლებიც არასოდეს გამოქვეყნებულა. ფინანსური ტრანზაქციები, ფარული შეთანხმებები, კომპრომატი ყველა მნიშვნელოვან ფიგურაზე, რომელიც მუშაობს სისტემაში. ეს არის არა მუქარის ინსტრუმენტი, არამედ დაზღვევა. დაზღვევა იმისა, რომ არავინ გაბედავს ღალატს. ის არასოდეს იყენებდა ამ დოკუმენტებს, ამბობს ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც ჰქონდა წვდომა ამ არქივთან. მთელი მისი ძალა იყო არა იმაში, რომ გამოაქვეყნებდა ინფორმაციას, არამედ იმაში, რომ ყველამ იცოდა, რომ ეს ინფორმაცია არსებობდა. როდესაც შენ იცოდი, რომ საჯაიას ჰქონდა შენზე დოსიე, შენ ორჯერ ფიქრობდი, სანამ რაიმე გააკეთებდი, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ შიშის სისტემა. ეს იყო აგრეთვე პატივისცემის სისტემა. საჯაია არასოდეს იყენებდა ინფორმაციას პირადი შურისძიებისთვის. ის იყენებდა მას მხოლოდ მაშინ, როდესაც ვიღაც რეალურად ქმნიდა საფრთხეს სისტემისთვის. და ყველამ იცოდა ეს. ამიტომ ადამიანები ენდობოდნენ მას. ენდობოდნენ, რომ თუ ისინი თამაშობდნენ წესების მიხედვით, მათი საიდუმლოებები დარჩებოდა საიდუმლოებად. ის იყო როგორც მღვდელი აღსარებაზე, ხსნის ყოფილი პოლიტიკური მრჩეველი. შენ უყვებოდი მას ყველაფერს, რადგან იცოდი, რომ ის არ გაამჟღავნებდა. მაგრამ ამავდროულად შენ იცოდი, რომ თუ შენ გაღალატებდი, ეს ყველაფერი გახდებოდა საჯარო. ეს იყო იდეალური ბალანსი შიშსა და ნდობას შორის. 2005 წელი. ერთ-ერთი მაღალ ჩინოსანი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა საჯაიასთან, იწყებს საიდუმლო მოლაპარაკებებს უცხოურ სამსახურთან. ის გეგმავს გადასვლას ოპოზიციაში და ამჟღავნებას საჯაიას სისტემის შესახებ. ის თვლის, რომ მისი პოზიცია საკმარისად მაღალია, რომ იყოს დაცული. ის თვლის, რომ საჯაია ვერ შეეხება მას. მაგრამ საჯაია იცის ყველაფერი. იცის შეხვედრების თარიღები, იცის, რა ითქვა, იცის, რა დაპირდა. და ის არ ელოდება, რომ ეს გეგმა განხორციელდეს. ის იწვევს ამ მაღალ ჩინოსანს პირად შეხვედრაზე. საუბარი არის ძალიან მშვიდი. მე ვიცი, რას აპირებ, იწყებს საჯაია. მე ვიცი, ვისთან ხვდები, რას ამბობ, რას გპირდებიან. და მე მესმის, რატომ აკეთებ ამას. შენ ფიქრობ, რომ დრო მოვიდა ცვლილებებისა. შენ ფიქრობ, რომ ჩემი სისტემა მოძველებულია, პაუზა. შეიძლება მართალი ხარ. მაგრამ შენ აკეთებ ერთ შეცდომას. შენ ფიქრობ, რომ შენ შეგიძლია გახდე ნაწილი ახალი სისტემისა. მაგრამ შენი ვიწყებ, რომ შენ ხარ ნაწილი ძველი სისტემისა. და ყველაფერი, რაც შენ იცი, ყველაფერი, რაც შენ გააკეთე, ეს ყველაფერი არის ჩემს არქივში. მაღალ ჩინოსანი ცდილობს დაიცვას თავისი პოზიცია. ის საუბრობს პრინციპებზე, მომავალზე, ცვლილებების აუცილებლობაზე. საჯაია უსმენს მშვიდად. შემდეგ ის უბრალოდ აძლევს მას ერთ საქაღალდეს. ეს არის შენი ბოლო 10 წლის ისტორია, ეუბნება საჯაია. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც შენ მიიღე. ყველა ფული, რომელიც შენ მიიღე. ყველა შეთანხმება, რომელიც შენ გააფორმე. თუ ეს გახდება საჯარო, შენ არა მხოლოდ დაკარგავ კარიერას. შენ დაკარგავ ყველაფერს, პაუზა. მე არ მინდა ეს. მე მინდა, რომ შენ გააგრძელო მუშაობა. მაგრამ თუ შენ აირჩევ სხვა გზას, მე ვერ შევძლებ შენი დაცვა, მაღალ ჩინოსანი კითხულობს დოკუმენტებს.
ის ხედავს ყველაფერს, თარიღებს, თანხებს, ხელმოწერებს. ყველაფერი არის ზუსტი, ყველაფერი არის დადასტურებული. ის აცნობიერებს, რომ თუ ეს გახდება ცნობილი, მისი პოლიტიკური კარიერა დასრულდება. მეტიც, მისი თავისუფლება აღმოჩნდება საფრთხეში. მე გავიგე იმ მომენტში, რომ არ არსებობდა გამოსავალი, ამბობს ეს ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ახლა ცხოვრობს საზღვარგარეთ და თანახმა ანონიმურად ისაუბროს. საჯაია არ იყო ტირანი, რომელიც ანადგურებდა ადამიანებს. ის იყო არქიტექტორი, რომელიც აშენებდა სისტემას, საიდანაც გამოსვლა იყო შეუძლებელი. და ყველაზე საშინელი იყო ის, რომ ეს სისტემა მუშაობდა არა ძალადობით, არამედ ლოგიკით, მაღალჩინოსანი წყვეტს მოლაპარაკებებს უცხოურ სამსახურთან. ის რჩება თავის პოზიციაზე. ის აგრძელებს მუშაობას სისტემაში. და ის არასოდეს აღარ ცდილობს გამოსვლას. ეს იყო საჯაიას უდიდესი ძალა, ის არ ანადგურებდა მოღალატეებს, ის აქცევდა მათ უფრო ლოიალურ მსახურებად. რადგან ახლა ისინი იცოდნენ, რომ მათი ერთადერთი უსაფრთხოება იყო სისტემის შენარჩუნება. თუ სისტემა ინგრეოდა, ისინი ინგრეოდნენ მასთან ერთად. მაგრამ როგორ ინარჩუნებდა საჯაია ამ სისტემას 10 წლეულების განმავლობაში? როგორ უზრუნველყოფდა, რომ ის არ დაშლილიყო შიდა კონფლიქტებით? რა იყო ის წესები, რომლებიც აქცევდა ამ ქსელს სტაბილურ სტრუქტურად? წარმოიდგინეთ ორგანიზაცია, სადაც არ არსებობს წერილობითი წესები, მაგრამ ყველა მიცის, როგორ უნდა იმოქმედოს. სადაც არ არსებობს ოფიციალური იერარქია, მაგრამ ყველა მიცის, ვინ არის ვინ. სადაც არ არსებობს ხელშეკრულებები, მაგრამ ყველა ასრულებს თავის ვალდებულებებს. ეს იყო საჯაიას სისტემა, არაფორმალური, მაგრამ აბსოლუტურად ეფექტური. პირველი წესი, არასოდეს საუბრობ იმაზე, რაც იცი. ყველა, ვინც მუშაობდა სისტემაში, იცოდა, რომ ინფორმაცია იყო ყველაზე ძვირფასი აქტივი. და ეს ინფორმაცია არასოდეს უნდა გაეზიარებინა გარეშე ადამიანებისთვის. თუნდაც ოჯახის წევრებისთვის. თუნდაც უახლოეს მეგობრებისთვის. ჩემი ცოლი არ იცოდა, სად მუშაობდი, იხსენებს ყოფილი თანამშრომელი. ის იცოდა, რომ მე ვიყავი სახელმწიფო სამსახურში, მაგრამ არ იცოდა კონკრეტულად რას ვაკეთებდი. და მე არასოდეს არ მიმიყვანია სახლში სამსახურიდან პრობლემები. ეს იყო წესი, შენი პირადი ცხოვრება და შენი სამსახური უნდა ყოფილიყო სრულიად განცალკევებული. მეორე წესი, არასოდეს იყენებ პოზიციას პირადი მდიდრობისთვის. საჯაიას სისტემაში მუშაობა იყო პრივილეგია, მაგრამ არა გზა სწრაფი გამდიდრებისკენ. ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ საჯაიასთან, იღებდნენ ნორმალურ ხელფასს, ჰქონდათ სტაბილურობა, მაგრამ არ ხდებოდნენ მილიონერები. საჯაია ამბობდა, თუ შენ გინდა გამდიდრება, წადი ბიზნესში, ხსნის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი. მაგრამ თუ შენ მუშაობ ჩემთან, შენი ამოცანაა სახელმწიფოს სერვისი, არა პირადი მდიდრობა. და ვინც არ ღვევდა ამ წესს, ის დაუყოვნებლივ ტოვებდა სისტემას. მესამე წესი, არასოდეს ქმნი კონფლიქტს სხვა სტრუქტურებთან. საჯაიას ადამიანები მუშაობდნენ ყველა სამინისტროში, ყველა სამსახურში, მაგრამ ისინი არასოდეს არ ქმნიდნენ ღია კონფლიქტებს. ისინი მუშაობდნენ ჩუმად, ეფექტურად, კოორდინირებულად. ჩვენი ამოცანა იყო არა ძალაუფლების ჩვენება, არამედ პრობლემების გადაჭრა, ამბობს ყოფილი ოფიცერი. როდესაც რაღაც არ მუშაობდა, ჩვენ ვაკეთებდით ისე, რომ დაიწყებდა მუშაობას. მაგრამ ყოველთვის ისე, რომ არავინ ენახა ჩვენი ხელი. ეს იყო ხელოვნება, იყო ეფექტური, მაგრამ უხილავი. მეოთხე წესი, არასოდეს ელაპარაკები პრესას. საჯაიას სისტემა იყო სრულიად დახურული მედიისთვის. არც ერთი თანამშრომელი არასოდეს არ აძლევდა ინტერვიუს, არასოდეს არ ჩნდებოდა ტელევიზიაში, არასოდეს არ აკეთებდა საჯარო განცხადებებს. საჯაია ამბობდა, როდესაც შენ ჩანხარ, შენ ხდები სამიზნე, ხსნის ყოფილი პრესსამსახურის თანამშრომელი. და როდესაც შენ ხარ სამიზნე, შენ კარგავ ეფექტურობას. ამიტომ ჩვენ ყოველთვის მუშაობდით ჩრდილში. და ეს გვაძლევდა უპირატესობას, ეს წესები არ იყო დაწერილი არც ერთ დოკუმენტში. მაგრამ ყველა მიცოდა ისინი. და ყველა ასრულებდა მათ. რადგან ყველა მიცოდა, რომ ამ წესების დარღვევა ნიშნავდა სისტემიდან გამოსვლას. და სისტემიდან გამოსვლა ნიშნავდა დაცვის დაკარგვას. მაგრამ როგორ ამზადებდა საჯაია თავის ადამიანებს? როგორ ირჩევდა მათ? რა იყო ის კრიტერიუმები, რომლებიც აქცევდა ჩვეულებრივ ოფიცერს სისტემის ნაწილად? და რატომ ამ ადამიანებს არასოდეს არ უღალატიათ? 2002 წელი. ახალგაზრდა ოფიცერი, რომელიც მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში, იღებს მოულოდნელ შეთავაზებას. მას სთავაზობენ გადასვლა სპეციალურ ქვედანაყოფში, რომელიც მუშაობს განსაკუთრებულ დავალებებზე.
არ ეუბნებიან დეტალებს, მხოლოდ ამბობენ, რომ ეს არის შესაძლებლობა კარიერული ზრდისთვის. ოფიცერი ეთანხმება. პირველი 3 თვე ის გადის ინტენსიურ ტრენინგს. არა ფიზიკურს, ის უკვე კარგად არის მომზადებული. არამედ ფსიქოლოგიურს. მას ასწავლიან, როგორ გაანალიზოს ადამიანები, როგორ იპოვოს მათი სისუსტეები, როგორ ააშენოს ნდობა, როგორ შეინახოს საიდუმლოება. ეს იყო როგორც უნივერსიტეტი, იხსენებს ეს ყოფილი ოფიცერი. მაგრამ არა ჩვეულებრივი. ჩვენ ვსწავლობდით არა თეორიას, არამედ პრაქტიკას. როგორ ვესაუბროთ ადამიანებს, როგორ მოვიპოვოთ ინფორმაცია, როგორ ავაშენოთ ქსელი. და ყველაზე მთავარი, როგორ ვიხოთ უხილავები, შემდეგ იწყება რეალური მუშაობა. ახალგაზრდა ოფიცერს აძლევენ პირველ დავალებას, შეაგროვოს ინფორმაცია ერთ-ერთ ბიზნესმენზე. არა კომპრომატი, მხოლოდ ინფორმაცია, ვინ არის ის, რა აკეთებს, ვისთან ხვდება, რა აინტერესებს. ოფიცერი მუშაობს 2 კვირა და აწვდის ანგარიშს. საჯაია თვითონ კითხულობს ამ ანგარიშს. შემდეგ იწვევს ოფიცერს და ეუბნება, კარგი დასაწყისია. მაგრამ შენ გამოტოვე ყველაზე მნიშვნელოვანი, მისი შიშები. ყველა ადამიანს აქვს შიშები. და ვინც იცის ამ შიშებს, ის აკონტროლებს ამ ადამიანს. წადი და იპოვე, რისი ეშინია ამ ბიზნესმენს, ოფიცერი ბრუნდება და აგრძელებს მუშაობას. ამჯერად ის ეძებს არა ფაქტებს, არამედ ემოციებს. ის საუბრობს ადამიანებთან, რომლებიც იცნობენ ამ ბიზნესმენს. ის აკვირდება მის ქცევას სხვადასხვა სიტუაციებში. და ის პოულობს, ბიზნესმენს ეშინია, რომ დაკარგავს თავის ოჯახს. ყველაფერი სხვა, ფული, ძალაუფლება, რეპუტაცია არის მეორეხარისხოვანი. მაგრამ ოჯახი არის მისი სისუსტე. როდესაც მე ვუთხარი ეს საჯაიას, ის გაიღიმა, იხსენებს ოფიცერი. და თქვა, ახლა შენ იცი, როგორ ვესაუბროთ ამ ადამიანს. არა მუქარით, არა ძალით, არამედ გაგებით. შენ უნდა აჩვენო მას, რომ შენ იცავ მის ოჯახს. და მაშინ ის გააკეთებს ყველაფერს, რასაც შენ სთხოვ, ასე ამზადებდა საჯაია თავის ადამიანებს. არა როგორც ჯარისკაცებს, არამედ როგორც ფსიქოლოგებს. არა როგორც აღმასრულებლებს, არამედ როგორც ანალიტიკოსებს. და ეს აქცევდა მის სისტემას უნიკალურად ეფექტურად. მაგრამ რა ხდებოდა, როდესაც ვიღაც ვერ გადიოდა ამ სკოლას? როდესაც ვიღაც ვერ ითვისებდა ამ მეთოდებს? როგორ რეაგირებდა სისტემა, როდესაც ვიღაც აღმოჩნდებოდა არაკომპეტენტური? პასუხი იყო მარტივი, ასეთი ადამიანები უბრალოდ არ რჩებოდნენ სისტემაში. არა იმიტომ, რომ მათ სჭიდნენ, არამედ იმიტომ, რომ მათ უბრალოდ არ აძლევდნენ მნიშვნელოვან დავალებებს. ისინი რჩებოდნენ პერიფერიაზე, აკეთებდნენ რუტინულ სამუშაოს, მაგრამ არასოდეს არ შედიოდნენ შიდა წრეში. საჯაიას სისტემა იყო მერიტოკრატიული, ხსნის ყოფილი ანალიტიკოსი. თუ შენ იყავი კომპეტენტური, შენ იზრდებოდი. თუ არა, შენ რჩებოდი იქ, სადაც იყავი. მაგრამ არავინ არ გაგდებდა. რადგან საჯაია იცოდა, რომ თუნდაც არაკომპეტენტური ადამიანი შეიძლება იყოს სასარგებლო, როგორც დამკვირვებელი, როგორც კურიერი, როგორც ფასადი, ეს იყო საჯაიას სისტემის სილა. ყველას ჰქონდა ადგილი, მაგრამ არა ყველას ჰქონდა ძალა. და ყველამ იცოდა თავისი ადგილი. არავინ არ ცდილობდა გადალახოს საკუთარი კომპეტენციის საზღვრები. რადგან ყველამ იცოდა, რომ ეს იქნებოდა დასასრული.